ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის ნატრის ხის ორგანიზებით კონცერტ მარათონი გაიმართა. საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახების უმძიმესი სენით დაავადებულ მოზარდებს გადაერიცხებათ. ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაცია ტელეკომპანია იმედმა განახორციელა. კონცერტში ნინო სურგულაძესთან ერთად მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლები მონაწილეობდნენ. ნატრის ხემ ბალერინა ნინო ჩიქოვანის სიცოცხლის გადასარჩენად შეიქმნა. დღემდე ფონდმა მძიმე სენით დაავადებული 11 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა. ძალიან ბედნიერი ვარ, მე ვფიქრობ, რომ თქვენ, მაყურებელმა, თითოეულმა ქართველმა თუ მოქალაქეამ ამ ქვეყნის გააკეთა ის, რაც დღეს მოხდა. და მე ძალიან მადლობელი ვარ, ჩვენ შევძელით, რომ ამ ბავშვებს ჩვენ შევძლებთ და დავეხმარებით. რაც შეეხება ჩემს სტუმრებს, ისინი იყვნენ არაჩვეულებრივი და მე მათ მადლობას ვუხდი, მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვის თუნდაც 1 ლარის თანხა ჩარიცხა. თითოეული გაკეთებული ზარი და თითოეული გადმორიცხული თეთრი გზავნილი არის ამ ბავშვების ოჯახებისთვის, რომლებიც პირდაპირ მნიშვნელობით ყოველდღიურად სიცოცხლისთვის იბრძვიან. ეს არის გზავნილი მთელი ჩვენი საზოგადოების, რომ ეს ოჯახები არ არიან მარტო ამ ბრძოლაში. შესანიშნავი საღამო იყო ჩვენ ოპერის მსოფლიო ვარსკვლავები წარმოგვიდგნენ. მადლობა ნინო სურგულაძეს პარტნიორობისთვის. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და ყველას, ვინც ქველმოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. იმედია ეს ტრადიცია გაგრძელდება.